დავბრუნდით. ყველასთვის უსაყვარლესი დედაშვილი ყავს სტუმრად. კი, ასე ნამდვილად. ეს დედაშვილი არის, რომელიც ეს საოცრად არ ვიცი მე თუ კიდევ ვინმე მღერის და მე არ შემიძლია არ ვთქვა ამ არაჩვეულებრივ გოგოზე, რომელმაც არ ვიცი მე ამღერა და გააგიჟა მთელი ჩვენი პოსტების მაყურებელი, ხო? მოდი წარმატგენ, ხო? ესე იგი, დედაშვილი თიკო მახარაძე და ნუცა საჩეჩელაშვილი. ულამაზესები. მოგესალმებით. შენ ვიმღერე. გამარჯობა, მოდი ხელმე გაკროცო შენ მე. ყველა იყო გაგიჟებული. მოგესალმებით. მოგძანდით. სასწაულად გამოიყურებით. არაჩვეულებრივ. დედაც, მაგრამ შვილი განსაკუთრებულად რა სასწაული კაბა გაცვია გოგონა. მადლობა. მოდი გულზე რასა გუსაკიდიკიდია. ნუცა როგორ ახარ მოყევი? მოციკო. კარგად ვარ. იცი რა მაინტერესებს ახლა მოდი გოგოები ცოტას ვიჭორავთ. აბარა იჭორავე. შენ რამდენიც ჩვენთან მოდიხარ ნუცა სტუმრად, ყოველთვის ხარ ულამაზესი და შენით არჩევ აი ამ ულამაზეს ლუქებს ჩასაცმელებს? რო დღეს ამას ჩავიცმებ ეთერში, ხვალ იმას ჩავიცმებ. შენ წყვეტავ მაგას? ხო. მართლა მე კიდე მეგონა რომ დედა ეხმარება. ვუთანხმებ აუცილებლად, ანუ მის გარეშე წარმოუდგენელია, იმიტომ რომ მას თუ არ მოსწონს. და ძალიან რთულია. ძალიან არჩევანი. რომ მოვიდე აქ. აჰა, ეგ მოსვლა არის რთული თუ კაბიშერჩევა არის რთული? კაბის შერჩევა არის რთული და ანუ მაგალითად ვერ შევარჩიეთ კაბა და მოკლედ ეს შევარჩიეთ. ეს ულამაზესი კაბა შევარჩიეთ. არ და ფეხსაცმელები ნახე რა ლამაზია. და 5 წლის რო ვიყავი ეს დაბადების დღეზე მეცოდა ავარჩიე ახლაც ძალიან კარგი. და იცი რა მაინტერესებს, დედიკო რო ეს ლამაზად გამოიყურება შენეუნები, რომ დე ეს ჩაიცვი, ეს გიხდება შენ რჩევები შენგან რჩევებს ხო რჩევებს დედიკო? კი. და რა მოგწონს უფრო შარვალი როცა აცვე დედიკოს თუ ქვედა ბოლო? მე მომწონს რომ შარვალი აცვა, იმიტომ რომ გავცი ხშირად ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად რაღაცნაირად ისე ვცივდები ხოლმე და შეაწუხა ალბათ აშკარად ამ ფაქტმა. და უშევნია რომ შარვალი და ამაზე ზრუნავს შენ, ხო? მაგრამ ეხლა დათბა უკვე დათბა და აღარ გაცივდება დედიკო. კარგია რომ ზრუნავს. ეხლა ჩვენ გითხარი, ნუცა, რა სიახლეებია შენ ცხოვრებაში? ჩემს ცხოვრებაში სიახლეები არის რომ მომღერალი ვიყო. აჰა, გასაგებია. და ახალი სიმღერები ხომ არ უკვე ვიცი უკვე ახალი სიმღერები 7 წლის ვარ და ვიცი უკვე ახალი სიმღერები 9 ენაზე უმღერი. აი, გვაინტერესებს. ანუ ენები და ეხლა გითხარი ჩვენ ენები, ხო? იმიტომ რომ საუბრობს კიდეც მე ვიცი სხვადასხვა ენაზე. მე 9 არ ვიცოდი, მე 7 ვიცოდი და აი, დამატა. აბა თქვი ეხლა ენები, რა ენებზე მღერი და საუბრობ. დავიწყოთ. ქართული, ინგლისური, ესპანური, იტალიური, ფრანგული, კორეული, იაპონური, 7 გავაგრძელოთ. ესპანური. თქვით უკვე. კაი. მოკლედ 7 საკმარისია. 7 არა. მეტია 9 აბა მერვე აი, გაახსენდება დროთა განმავლობაში. მეზე არის ისენა რომელიც ჩვენ არ პორტუგალიური. პორტუგალიური და მეცხრე ბოლო არის რომელი? ჩინური ხო არ არის? თურქული. თურქული. თურქული ხო არ არის? ჩინურია. ჩინურია? გავგეჟდეთ. არაო, დედამ არაო. დედამ არ იცი მოდი ჯერ. 8 ენა საკმარისია, მე მგონი სრულებით 7 წლის ასაკში რომ თავისით შეისწავლოს. 5 წლის ასაკიდან არ ვიცით, ანუ ეს მეცვა ეს კაბა 5 წლის ასაკში და ჩემი მეგობრები მოვიდნენ ჩემს დაბადების დღეზე. გაგიჟდებოდნენ რა ლამაზია. ხო? იცი რა მაინტერესებს? აი, ამდენი ენა, რეპერტუარი ძალიან დიდი, ხო? ვინ არჩევს ამ რეპერტუარს? მე. შენ. აუცილებლად. როგორ აი მოისმენ და მე დედიკოს ეუბნები მე ესმინდა რომ ვიმღერო? დედას ეგრე არ ვეუბნები, ასე ვეუბნები, დედა მე ეს სიმღერა მინდა. და მორჩა მზად არის, ხო? ანუ მინდასაც არ ვეუბნება, ამბობს რომ ვისწავლე.
დედა მე უკვე ვიცი ეს სიმღერა, მოისმენს და მოვისმენ 5-10 ჯერ. და საკმარისი არის 10. მოიცადე 10 ჯერ მოისმენს და უკვე მზად არის? 10 ჯერაც არ სჭირდება დამინჯერეთ. ზოგჯერ ერთხელ მოსმენაც საკმარისია, გააჩნია სირთულეს, სიმღერის სირთულეს და ენის სირთულეს. იცი იაპონური, კორეული ძალიან რთული ენა. წარმოვიდგინოთ მიმაჩნია პირადად აი იაპონური მაგალითად რამდენ ხანში ისწავლა? ან ზოგჯერ თუნდაც სიმღერის ტექსტი უკაცრავად გადაწყვეტილი. არ ვიცი, რამდენიმე მოსმენით. მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე მოსმენით. ანუ ძალიან ისეთ სიურპრიზებს მიწყობს ხოლმე, იმიტომ რომ შეიძლება გასული ვიყო მღეროდე, ან სადღაც ვიყო გასული და სახლში რომ მოვალ, ესე მითხრას, რომ დედა, აი მე ახლა ეს ვიცია უკვე. ესე იგი სმენითი ნიჭია განსაკუთრებულად. ანუ ვერ ვიტყვირო რა თქმა უნდა ყველა ენაზე ესე იგებს, რასაც მღერის ან რაღაც. სმენით, აბსოლუტური სმენით სწავლობს თითოეულ სიტყვას ისე რომ ვერ გავარჩევთ ნამდვილად მას ესმის ეს თუ არა. ანუ იმდენად რაღაცნაირად შინაგანად იგებს თითოეულ სიმღერას, რასაც ასრულებს, გრძნობს. თიკო, სანამ აი ამ ეტაპამდე მოვიდოდით, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ქეც ვეხრი შენს წინაშე, იმიტომ რომ უძლიერესი დედა ხარ, ძალიან ძლიერი დედა ხარ. კი, ძალიან ძლიერი დედა. ხო, ძლიერი დედა ყავს და ლამაზი და ძალიან კარგი და აი ესეთი ძალიან ძლიერი მამაც მყავს. რასაკვირველია. ბრავო, აი მამა არ დაავიწყო და ძალიან მაგარი გოგო ხარ. და თიკო, მოდი ვთქვათ, რომ დაბადებიდან მე სიურპრიზები მოგიწყოთ ხო ამ არაჩვეულებრივმა პატარა ანგელოზმა. იფიქრებდი, რომ აი ამ ყველაფერს მე გადავიტან და დღეს აი ეს ვსივარ და ეს ბავშვი საოცრებებს აკეთებს. რთული თემაა ჩემთვის მართლა. აქამდე მოსასვლელად ალბათ დაგვჭირდა რომ აი ხელახლა დავბადებულიყავით და გაგვევლო ძალიან რთული პერიოდი. წარმოუდგენელი იყო დასაწყისში, რა თქმა უნდა, როცა გეუბნებიან რომ ძალიან მძიმეა მდგომარეობა, არ ვიცით რა შედეგებამდე მივალთ. ბავშვზე არის დამოკიდებული. ძირითადად ეს იყო ხოლმე ექიმების ეს როცა გაიგეთ დიაგნოზი. დიაგნოზი. თავიდან დაბადებიდანვე, ანუ 3 თვის განმავლობაში სიცოცხლეს ვებრძოდით, ფაქტობრივად, ანუ სიკვდილს ვებრძოდით, ძალიან რთული მდგომარეობა გქონდა. 3 თვის შემდეგ დავიწყეთ უშუალოდ იმ აზრთან შეგუება, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და არ დავნებდეთ, არ შევუშინდეთ ამ დიაგნოზს, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები და ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ძალად ვაქციოთ და ასევე მივაწოდოთ სხვას ინფორმაცია, როგორ იმოქმედონ, რა გააკეთონ, რომ დროული დახმარება აუცილებლად საჭიროა, დროული რეაგირება, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი დაიდოს და რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ ბევრისთვის მოტივაცია ვართ დღეისთვის. ოპტიმისტი ხარ და ვიცით რომ გაქვს, რა თქვა, როცა გაიგეთ დიაგნოზი თავიდანვე ოპტიმისტურად უყურებდი ამ ყველაფერს და არც ერთი წამით არ დამიშვია ალბათ რომ ვერ შევძლებდით. აი ამ შეგრძნებაზე გვესაუბრე, იმიტომ რომ ეხლა ახსენე ვიღაცთვის მაგალითი შეიძლება იყოს და ნამდვილად იქნები და აი ამაზე გვესაუბრე. რა შეგრძნება, როცა იგებ და როცა უძლური ხარ, გგონია, მაგრამ აღმოაჩენ, რომ თურმე ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, როგორც დაუდგები გვერდით, ზუსტად იგივე მომავალი მას შეიძლება მისცე. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან პატარა ასაკში გავიარე ეს ყველაფერი. 21 წლის ვიყავი, როცა უკვე მყავდა და გააზრებაც ალბათ ვერ მოვასწარი, ჯერ დედობის პირველი 19 წლის ვიყავი, როცა პირველი შვილი შემოწინა, მაგრამ 21 წლის ვიყავი, როცა ნუცა უკვე მყავდა და ვერ ვიაზრებდი იმას, რომ ჯერ დედა ვარ და შემდეგ რომ აი ამ ყველაფერთან უნდა შევეჭიდოთ ამ ყველაფერს და არ ვიცი რა მომცა ძალა. სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ აი ვინც მიცნობს ბავშვობიდან, იცის რომ რაღაცნაირად აი ჩუმი ადამიანი ვარ, რაღაც ჩემთვის ვიყავი სულ და აი არ მახასიათებდა აი ეს ბრძოლის უნარიანობა თითქოს. საკუთარ თავს ყოველ შემთხვევისთვის ესე ვერ ვედექი, როგორც ნუცას ვუდგავარ.
ნუცას დამსახურებაა უფრო ვიტყოდი, იმიტომ რომ ნუცას რო არ ესწავლებინა, ნუცა რომ აი ესეთი არ ყოფილიყო, მე ალბათ ვერ შევწლებდი ამ ყველაფერს ნამდვილად. ურთულესი იყო, მაგრამ ნუცას დამსახურებაა, რომ გავართ იქ, სადაც ვართ დღეს. ჩემი დამსახურებაა, რომელიც ძალიან მაგრამ მღერი და ძალიან მაგრამ ცეკვავ და ძალიან ლამაზად ხატავ როგორც ვიცი მე. და ძალიან მაგრამ მღერი, როდესაც 4 წლის ასაკში დავიწყე. 4 წლის კი არა, 1 წლის ასაკში. არა, ხო, 1 წლის ასაკში დავიწყე სიმღერა და ცეკვა. როგორც ყოველთვის და 1-2 წლის ასაკში დავიწყე უცხო ენებზე სიმღერა. ხო. 3 წლის ასაკში დავიწყე ხატვა, როგორც ვიცი და 4 წლის ასაკში უკვე ყველაფერი ვიცი. შენ ხარ ფანტასტიკა გოგო. ვიცოდი. საოცრება. თქო სიმღერა იყო და მუსიკა იყო, რამაც ასე ვთქვათ, და რაც დაეხმარა, მაგრამ ჩვეულებრივ. კი, ყველაფერმა დამეხმარა. თიკო, ყოფილა მომენტი, როცა აი სასწავლებლში ყოფილ ხარ? ალბათ პირველი პერიოდი, როცა გავიგე და რაღაცნაირად აი შეჯახება იყო უდიდეს რაღაცასთან ჩემთვის, აი უდიდესი კედელი დამხვდა, რომელთანაც არ ვიცოდი იდეაში როგორ მებრძოლა, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, არ ვიცოდი ვისთან მესაუბრა, რა გამეკეთებინა. ალბათ პირველი რამდენიმე თვე იყო ეს, სანამ ნუცასგანაც წამოვიდოდა ეს ბრძოლის უნარიანობა, სანამ მე ამას ვიგრძნობდი და შემდეგ უკვე ანუ მიუღწეველი ჩემთვის აღარაფერი აღარ იყო. ნამდვილად არც ერთი წამით არ დამიშვია, რომ ნუცა ვერ შეწებდა სიარულს, ან რაღაც შეიძლებოდა რომ რთულ პრობლემებთან მქონდა საქმე. და მუსიკა აუცილებლად იყო ის, რამაც ორივე გადაგვარჩინა, ესა ვიტყოდი. აუცილებლად, იმიტომ რომ აი წარმოუდგენელი იქნებოდა ესეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ანუ 7 წლის ასაკში ბავშვი, უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ კლავიშთანაც ახლო ურთიერთობა აქვს და ისე რომ საერთოდ არც ერთი ნოტი არ იცის, უკრავს და მუსიკებსაც თავისი წერს უკვე. აუცილებლად უნდა აღნიშნო მუსიკოსია, ნუცა არის მუსიკოსი, ნამდვილი მუსიკოსი და ხელოვანია მთლიანობა ჯამში და აი კუკარო გიტარა არის. შეიძლება რომ გვიმღეროთ შენ და დედიკო? ძალიან დიდი მადლობა. დღეს მოვედით ნუცას ესეთი უსაყვარლესი ქართული სიმღერით და მამთხოვა რომ ეს სიმღერა შემესრულებინა მასთან ერთად და მე მაშინ გისმენთ. შევეცდები რომ აბა, გისმენთ ჩვენ? მას არ ამოგიგებ. ნუცას მიერ არჩეული სიმღერა, ხო, ნუც? მოდი, აქეთ რო გადმომიჭდა დედიკო წამს. მოდი ნუცა ჩემთან ახლოს. მე ჩემთან დავსვი რომ ცოტა ვიჭორავეთ გოგოებმა, ხო, ნუც? ციცოთით. ნუცა, ხატვა, რისი ხატვა გიყვარს, სანამ დედიკო აწყობს? გემის ხატვა მიყვარს. ზღვის, მზის, ბალახის, ყვავილების, ბუნების. და ვარსკვლავს ხატავს თურმე საკუთარ ხშირად. უარესაც. აჰა, გასაგებია. მზად ვართ, შეგვიძლია? აბა გისმენთ. მზად ვართ. შენს ხიმილს გაზაფხულივით სინაზე დაუბნევია და თვალებს ჩვენი სათქმელი გაუმხელიათ მიყვარხარ მაინც მიყვარხარ ნახე რა გაზაფხულია ორივეს რომ არ გვასვენებს სიყვარულია მზე იყო თუ დარიღო ყველაფერი შენით იყო შენით იყო შენით მების გვირილობა მონადრებამ თან წაიღო თან წაიღო ფიქრები შენზე ფიქრები
დამდევენ არ მეშვებიან შენს მოლოდინში რითმები ამღერდებიან მიყვარხარ მაინც მიყვარხარ ნახე რა გაზაფხულია ორივეს რომ არ გვასვენებს სიყვარულია ზეიყო თუ დარიყო ყველაფერი შენით იყო შენით იყო შენით მევის გვირილობა მონატრებამ თან წაიღო თან წაიღო ზეიყო თუ დარიყო ყველაფერი შენით იყო შენით იყო შენით მევის გვირილობა მონატრებამ თან წაიღო თან წაიღო ბრავო ნუ ესე გასაზრდა დედა ხო არაჩვეულებრივი მაგრამ შენ ხარ დედა არაჩვეულებრივი ფანტასტიკა ხარ შენ ხარ საოცრება გოგო აი წარმოუდგენლად მაგარი ვინმე ხარ შენ ეხლა მე მარტო გიმღერებ აბა მიდი გვიმღერე აბა გვიმღერე რამე გვიმღერე აი ეს ექსპრონტად სცენაზე გვაქვს ამის დრო თუ შემდეგ მოსვლაზე ვამღეროთ მოდი და ვისარგებლებ პირდაპირ დროს ნუცასთვის ნახე უნდა ვთქვა რაღაც დედიკო შევახსენებ ჩვენს გულშემატკივრებს რომ ნუც არის ნიჭიერის ნახევარ ფინალისტი ველოდებით აი ამ პროცესებს და აუცილებლად ხარი უნდა დაუჭირო ხარი უნდა ნიჭიერში ესე იგი ღებულობს მონაწილეობა და ნახევარ ფინალში არის ასე რომ დაველოდოთ სიახლეებს და გულშემატკივრებს ერთად ჩვენს ნაციკას. მოგიწოდებთ ყველას, რომ აბსოლუტურად ყველა ერთად გავერთიანდეთ და დიდი სიყვარულით და გულშემატკივრობით დაუდგეთ გვერდით ნუცას, რომელსაც ჩვენი გულშემატკივრობა ნამდვილად ჭირდება. და მე გამარჯვებული ნუცა მოვა ისევ ჩვენთან. აბა ბრძანე. და როგორც ყველა ადამიანი შეუძლია რომ მოვიდეს, რამდენი ბილეთი გჭირდებათ რომ მოხვიდეთ ჩემს ნახევარ ვაჩუქებ. ფინალში? ხო, გაჩუქებ 3 ბილეთს და მე მოდით ჩემს ნახევარ ფინალის ნიჭიერში. აბა გელოდებით. ბილეთებიც გვაქვს და ნახევარ ფინალი. ვიცით და მივიდივართ იმ იმედით რომ აუცილებლად ფინალში გადადის ჩვენი ნუცა და ფინალსაც ვიგებთ. აუცილებლად. რა დაგვრჩენია წარმატებები რომ უსურვოთ, ესე იგი ამარჩეულები დედაშვილს, მაგრამ საკუთრებით ამ შემთხვევაში დედაშვილს მე მიულოცავ დედის დღეს ისე დედას მიულოცავ დედის დღეს და თქვენც მოგელოცავთ თქვენი დედიკოების დღეს. დიდი მადლობა. აბა წარმატებები